Не существует более достоверных доказательств, чем языковые данные. Язык обязательно будет отражать историю народа, говорящего на этом языке. Этот след остается в любом языке. И если мы допустим, что население царства Абхазети, то есть население Абхазского царства, было абхазским, тогда это обязательно должно было вызвать превращение абхазского языка в книжный язык, чего не произошло. Без письменности практически невозможно управлять государством. Это было так и в прошлом, и это так и в настоящее время. Почему абхазы не создали свою письменность, если это действительно было их государство? Почему в абхазском языке не осталось следа того, что они имели опыт управления государством? Как вам известно, на грузинском языке создавалось множество чиновнических терминов в соответствии с тем, какие должности заводились при царском дворе. В абхазском языке нет подобных фактов. В абхазском языке не существует никакого такого древнего термина, действительно абхазского термина, который бы указывал на опыт управления государством. რომ მათ ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება. ენაზე უტყუარი საბუთი არ არსებობს. ენა აუცილებლად ასახავს იმ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ისტორიას. რჩება ეს ნაკვალევი ნებისმიერ ენაში. ასე ამ შემთხვევაშიც. მაგალითად, თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ აფხაზეთის სამეფოს მოსახლეობა იყო აფხაზური, მაშინ ამას აუცილებლად უნდა გამოეწვია აფხაზური ენის გადაქცევა სამწიგნობრო ენად, რაც არ მომხდარა. შეიძლება ხალხს არ ქონდეს თავისი დამწერლობა, თავისი სამწიგნობრო ენა და სხვისი ენა გამოიყენოს. მაგრამ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ერი ქმნის თავის სახელმწიფოს, ის ქმნის თავის ახალ სამწიგნობრო ენასაც ამასთანავე. იმიტომ ეს აუცილებელი მოთხოვნილება დამწერლობის გარეშე სახელმწიფოს მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე იყო წარსულშიც, ასეა დღესაც. რატომ არ შექმნეს აფხაზებმა თავიანთი დამწერლობა, თუ მართლაც მათი იყო ეს სახელმწიფო? ან რატომ არ დარჩა აფხაზურ ენაში კვალი იმისა, რომ მათ ჰქონდათ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება? ქართულ ენაზე მოიხსენებათ ჩვენს წყაროებში ჩანს ეს უამრავი სამოხელეო ტერმინი იქმნებოდა იმის მიხედვით, თუ მეფის კარზე რა თანამდებობები შემოიღებოდა. აფხაზურში მსგავსი რამ არ არსებობს აფხაზურ ენაში. არ არის არანაირი ისეთი ძველი ტერმინი, ნამდვილი აფხაზური ტერმინი, რომელიც სახელმწიფოს მართვის გამოცდილებაზე მიანიშნებდა. ქართული მე პური სიტყვა და სადღეგრძელო ზღაპრული ფერხულში ჩაბმული გულით გულში ჩაკრული საქმე ჩვენი ქართული